გაინტერესებს სად მიდის ცხიმი მაშინ როცა წონაში იკლებ? მაშინ ამ ვიდეოს უყურე ბოლომდე. კვლევების თანახმად, როდესაც ტრიგლიცერიდები იჟანგება, ცხიმოვანი მჟავებიდან ნახშირბადის ატომები წარმოქმნის CO2-ს და H2O-ს. ვინც არიცით, CO2 არის ნახშირორჟანგი, H2O კი წყალი. კონკრეტულად ცხიმის 84% გამოიყოფა CO2-ის სახით, ცხიმის 16% კი წყლის სახით. ეს ნიშნავს იმას, რომ ცხიმის წვისას 84% გარდაიქმნება ნახშირორჟანგად და ამოისუნთქავ. დანარჩენი 16% გამოიყოფა წყლის სახით. თქვათ დაიკელი 10 კილო ცხიმი. აქედან 8.4 კილო, ანუ 84% გამოიყოფა CO2-ის სახით. 1.6 კილო, ანუ 16% გამოიყოფა წყლის სახით. ასე რომ ყურადღება მიაქციეს სუნთქვას, რადგან როგორც ხედავ, სუნთქვაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ გსურს დაიკლო წონაში და ზაფხულში, როცა წახვალ აუზზე ან ზღვაზე, თავდაჯერებულად მოირგო საცურაო კოსტიუმი, ამისთვის უნდა ჩაეწერო ჩემთან კონსულტაციაზე. დაწერე კომენტარებში სიტყვა გასაუბრება და გამოგიგზავნი დეტალებს.